საქართველოს და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა. მოდით დავიწყოთ იქიდან, რატო აირჩია საქართველოს დასავლეთი, ხო? იმიტომ რომ ალტერნატივა არ იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი ასოცირდებოდა ყველაფერ კარგთან. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი აი ამ ჰიბრიდული ომის შედეგად დამარცხდა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა. თუმცა ეს ჰიბრიდული ომი ტერმინი უფრო მოგვიანებით შემოვიდა, თანამედროვე ტერმინია, მაგრამ ყველა ის ელემენტი, რაც ახასიათებს ჰიბრიდულ ომს, იკვეთება საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდში, ხო? და როგორც ხუმრობენ ხოლმე საღეჭმა რეჟიმმა და ჯინსებმა დაანგრია საბჭოთა კავშირი და იმდენად მიმზიდველი იყო. წარმოიდგინეთ, ხა ამდენი წლების განმავლობაში აკრძალული ხილი კიდე ხო იცით ძალიან სასურველია, ხო ეს ამერიკის ხმა ევროპის ხო თავისუფალი ევროპა და ასე შემდეგ, ხო ჩუმად უსმენდა ეს საზოგადოება და ეგონა რომ იქით ამ ხარეს იყო 64. გარდა ამისა, მთელი თაობები აღიზარდა ამ ღირებულებებით, ხო მართალია. ეხლა სხვადასხვა ეტაპზე ადამიანს სხვადასხვანაირად ფლობდა ეს მართველი კლასი. მაგალითად, მონათფლობელობის დროს მის სხეულს და ესე იგი გონებას ფლობდა. ხო, შემდეგ მის შრომას ფლობდა. ეხლა ნახეთ, ძალიან ცუდი პერიოდია, ყველაზე უფრო სახიფათო, იმიტომ რომ ადამიანების ტვინებს ფლობენ დღეს და წარმოიდგინეთ თქვენ საუკუნეების წლეულობის განმავლობაში, ნუ რამდენი წელია 35 წელია, მთელი თაობები იზრდება იმითი, რომ დასავლეთი კარგია და დანარჩენი სამყარო არის ცუდი. მაგრამ ხა ღმერთს თავისი კანონები აქვს და ის კანონზომიერება ვითარდება მოვლენები ამ კანონზომიერების თანახმად. ხო, ხა მე ვერ დაგეთანხმებით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ იყო ერთპოლუსიანი სამყარო. ნამდვილად იყო ერთპოლუსიანი სამყარო და ერთადერთი ჰეგემონი სახელმწიფო იყო ამერიკის შეერთებული შტატები. სხვათა შორის ამაზე კისინჯერი ძალიან კარგად წერს და მას მოყავს ბერნარდ შოუს სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრებაში ორი ტრაგედია არის. როდესაც ის აღწევს სასურველ ესე იგი შედეგს და მეორე როდესაც ვერ აღწევს. ორივე არის ძალიან ტრაგიკული და ამერიკას მოუვიდა ისე რომ მან მიაღწია ამ სასურველ შედეგსო და იქ დაიწყო მისი მთელი პრობლემები, ხო? სხვათა შორის იგივე კისინჯერი ამბობს, რომ ყველაზე კარგი სოფლიო ესე იგი წესრიგი დაკავშირებული არის ბალანსთან და არაერთ პიროვნულ ლიდერობასთან. ნუ ეხლა ამერიკას დაღმავალი ციკლი აქვს, რაღაცა ჩვენ მრავალპოლუსიანი სამყაროს ფორმირების პროცესში ვართ. ეხლა რატო ავირჩიეთ ჩვენ ეს დასავლური ვექტორი, რომელმაც მე ვერ გეტყვით, რომ თლად კარგად ჩაიარა და ჩვენი რაღაცა პრობლემების საფუძველი გახდა, ხო? ქართველები ყოველთვის იყვნენ ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები და მათ უნდათ ცხოვრების მაღალი სტანდარტი, კარგი განათლება, ადამიანის უფლებების დაცვა, ხო? და აი ჰიბრიდული ომის ეს ელემენტი იყო მაგალითად მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი, ხო? შენ რო გათქმეინებ, მე მაგალითად ეს არ გამითავისებია არასოდეს, იმიტომ რომ მე ვიცი რაცა ვარ. მე ვარ სასაზღვრო ცივილიზაცია, როგორც კაპანელი ამბობს, ხო, კონსტანტინე, ქართველების ძარღვებში ჭხრიალებს აღმოსავლური და დასავლური სისხლი და ის უნიკალობა, რაც ჩვენ გვაქვს, სწორედ ამითი არის განპირობებული, ხო? ევრაზიული, ესე იგი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელიც
აი ძალიან კარგად ინარჩუნებს ტრადიციებს და ამავე დროს აი ეს დასავლური პროგრესისადმი სწრაფვაც აქვს, ხო? არჩევანიც არ იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, დასავლეთმა დაამარცხა საბჭოთა კავშირი და რუსეთს მაგალითად თავისი საკუთარი პრობლემები ჰქონდა, კინაღამ რუსეთი დაინგრა. შენთვის არავის არ ეცხელა და იქ ის ლიბერალური ელიტა მე ძალიან კარგად მახსოვს ეს, იმიტომ რომ მე მაშინ მოსკოვში დოქტორანტურაში ვსწავლობდი და გვეუბნეოდნენ, რომ რა გინდათო ჩვენგანო, წადითო დაგვანებეთო თავი. ხო და რუსები რომ ამბობენ свято место пусто не бывает, ხო? ეს царელი ადგილი შეავსო დასავლეთმა და შესაბამისად საქართველოს თავს მოახვია ისეთი ელიტა, რომელიც მათ ინტერესებს განახორციელებს, ხო? ჯერ ეს ცნობილი ჩანაწერი, ну არა მარტო ჩვენთან არის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენ გვაქვს ევროატლანტიკური არჩევანი, ხო? ერთი ძალიან მაინტერესებს ინგლისელებს რატომ არ აქვთ კონსტიტუცია. ხო? და ეს პალმერსტოუნის ცნობილი სიტყვები, რომ მათ არ აქვთ მუდმივი, არ ყავთ მუდმივი მტრები და მეგობრები, მათ აქვთ მუდმივი ინტერესები. და ამ დინამიურ მსოფლიოში ხო ხედავთ როგორ შეიცვალა ახლა დღის წესრიგი, რომ დასავლეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის აღარ არის კარგი ურთიერთობები და შენ მე მიკანონებ კონსტიტუციაში, რომ მე არ მაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ხო? ეს არ ჯდება არავითარ რაღაცა პოლიტიკურ ლოგიკაში, ხო? განსაკუთრებით გართულდა ურთიერთობები უკრაინის ომის პერიოდში და აი ეს ცნობილი ჩვენი წარმოდგენა, მე მართალი გითხრათ, არასოდეს არ მქონდა ეს წარმოდგენა, განა იმიტომ რომ ვთქვათ დასავლეთი არ მომწონს ან რაღაცა ვაგინებ, არა, ეს უბრალოდ ლოგიკა არის პოლიტიკის, ხო? და ჩვენ გვეუბნეოდნენ, რომ დასავლეთში ძინავთ და სიზმრად ეს სიზმრებად როგორ ააყვავონ საქართველო და ისინი თურმე მარტო ჩვენზე ფიქრობდნენ. ამ დროს ამერიკაში რომ ჩადიოდი, არა, რომ ეუბნეოდი ჯორჯია, უნდა აგეხსნა, რომ ex-Soviet Republic და არა State of Georgia, ხო? ამიტომ აი ეს ადამიანების, ვთქვათ, ამ საინფორმაციო და აი ჰიბრიდულ ომში მოქცევა, ეს მან ძალიან კარგად ესე იგი შეუძლიათ, მაგრამ მართლაც განვითარებას თავისი ლოგიკა აქვს, ხო? ერთ-ერთი აი მგონი სულხანმა აღნიშნა, ძირითადი პირობა რატომ მოგწონდა ჩვენ დასავლეთი, იმიტომ რომ ეს იყო ქრისტიანულ ღირებულებებზე აგებული საზოგადოება. ესეც აღარ აქვთ, ხო მათ? ჩამოვიდა აგერ რუთი, რომელმაც გვითხრა, რომ თქვენო არაპროგრესული საზოგადოება ხართო. როდესაც რელიგიას ამხელა როლი აქვსო თქვენ საზოგადოებაში, არა, იქო პროგრესიო ლაპარაკი არ შეიძლება. და ის გენდერული დღის წესრიგი, რასაც ისინი გვთავაზობენ. გავიხსენოთ ახლა მე პირველი ხარისხი ისტორიაში მაქვს დაცული და ძალიან კარგად ვიცი იმ საზოგადოების კრიზისის მიზეზი, იგივე ვთქვათ რომის იმპერიის, ხო? როდესაც არის სოციალური გაღწნილობის ესეთი მაღალი დონე, იმ საზოგადოებას მომავალი არ აქვს. და აი ქართველებმა გამოიჩინეს რაღაცა კოდირებული, აი ეს წინააღმდეგობის გაწევის რაღაცა ასე ვთქვათ, სურვილი და მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორად, იმიტომ რომ აი ზღვარზე ვიყავით ჩვენ და მინდა გითხრათ, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა იმ ღირებულებებით არის ჩვენთან სამწუხაროდ აღზრდილი, რომელიც აბსოლუტურად არ დაგიდევს ქვეყანას, სამშობლოს. სიტყვა სამშობლო მე არ გამიგია იმ სააკაშვილის პერიოდში, სიტყვა სამშობლო არ გამიგია მე მაგალითად, ხო? ის კი არა, მე მახსოვს
მე მგონი ერთ-ერთი მაგათი მაღალჩინოსანი რაც ლაპარაკობდა რა დროს აფხაზეთის და ოსეთის საზღვრებზეა ლაპარაკი გლობალიზებული სამყაროა და ეს არაპროგრესულია ხო ქვეყანაზე და სამშობლოზე ლაპარაკი შეიცვალა დღის წესრიგი მოვიდა ტრამპი რომელმაც თქვა და იგივე ფუკუიამამ აი შე რო აღნიშნე რომ ის ლიბერალური სამყარო გლობალი აღარ არის ხო იმიტომ რომ გვაჩვენა განვითარებამ რომ ფუკუიამამაც აღიარა რომ ერის სახელმწიფო არის შეუცვლელი ესე იგი მის ფუნქციებს ეს გლობალიზებული სამყარო ვერ შეასრულებს და ეს კოვიდის ეს ექსპერიმენტიც ძალიან კარგი მაგალითია იმისა რომ იყო რაღაცა მსოფლიო მართლობის შექმნის მცდელობა მაგრამ არ დამთავრდა ეს ყველაფერი კარგად ამიტომ აი ეს კოდირებული რაღაცა კონსოლიდირება, როდესაც საფრთხე გემონქრება, არა ქართველებმა ეხლაც გამოაჩინეს. და მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ გვინდა იმ საზოგადოებასთან ისეთი ურთიერთობები, როდესაც ისინი თავს გვახვევენ თავის რაღაცა დევიაციურ ღირებულებებს, იმიტომ რომ ეს მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგამდე და ისიც ამოუვიდათ ხო კარგი საკვაკ ჩვენ ანდაზა ბიჭის შესახებ მგელიო რომ ყვირეს ხო აი ეს სტაფილო მართლაც დაგიკიდეს რაღაცებს იგონებენ ასპირანტი დოქტორანტი კანდიდატი და მოკლედ ის მაპზე უკეთესი და ასე შემდეგ ამიტომ მე ვთვლი რომ ეხლა საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე და რომ დღეს აი ამ არეულ მსოფლიოს შენ ამის საშუალება გეძლევა ხო რომ ბეწვის ხიდზე გადიხარ და იგივე ამ დასავლურ აი ამას დავამატებ და დავამთავრებ რომ საიდან ვიცით თქვათ მე მაგალითად როგორც ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა ძალიან ბევრი ვიცი დასავლური ელიტის ისტორიული განვითარების შესახებ ის არის ორდენის ტიპის ელიტა, ხო? რომელიც უცხო არის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული ელიტისთვის. ის ვინც აი ამ სტანდარტებს არ შეესაბამება, ხო? აი ამ ქრისტიანულ ღირებულებებს საქართველოში, მათ არ აქვთ დიდი უბრალოდ მოსახლეობა მათ არ მიიღებს და აი დღევანდელმა ხელისუფლებამ რომელთანაც შეიძლება ბევრი პრეტენზია ჰქონდეს შენ საშინაო პოლიტიკაში და რაღაც მაგრამ აი ქართველი ხალხი გაატარა ამ ბეწვის ხიდზე და მე მგონი ამ რეჟიმში ვართ დღეს და თუ აი ამ ბეწვის ხიდზე კარგად გავივლით და სამშვიდობოს გავალთ ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი